გიორგი ბაჩიაშვილის კვალი ივანიშვილის რეჟიმა აბუ-დაბიში დაკარგა. საქართველოსთან აბუ-დაბიც აღარ თანამშრომლობს? მოგახსენეთ უკვე რატომ არ მოგაწოდეთ? კვირა 2 მარტი საღამოს 9 საათი და 6 წუთი. მანქანა სადაც ბაჩიაშვილია საქართველოს საზღვარს კვეთს. 8 საათზე დღეს გადმორთე და ნახე ვიდეო მასალა, როგორ შეამოწმეს ბაჩიაშვილის მანქანა საქართველოს საზღვარზე, როგორ გაატარეს და როგორ აღმოჩნდა ერევანი დოჰას რეისზე, ისე რომ რეჟიმა ვერაფერი გაიგო. როგორ გაიქცა ბაჩიაშვილი ქვეყნიდან? შეგიძლიათ მითხრათ, ყველაფერი ჩამორთმეული ქონდა. ვახო გომელაური ახლა წერილებს აგზავნის ყველგან, რომ ვინმე ოლიგარქის გაქცეული მძევალი დააკავოს და თბილისში გამოაგზავნოს. როგორ გადაყვეთ ესე? საათნახევარი ყველაზე საშიში გზა, 300 კილომეტრის სრულ გაურკვევლობაში და 2500 კილომეტრი, ვიდრე სამშვიდობოს გადავიდოდა. დღეს 8 საათზე აქ გიყვებით ყველა ამბავს ფილმის სცენარით დაგაგმილ გაქცევაზე. აქ არის სამალავი. იყო ჩამალული. საუკუნის გაქცევა, რომელსაც ოლიგარქის მძევალი 3 თვე სუსის და სპეცსამსახურების თვალთვალის ქვეშ ამზადებდა. სისტემამ სრული კრახი განიცადა, იმიტომ რომ ვერაფერი გაიგო. ერთმა გაქცევამ ჩამოანგრია მთელი მითი, რომ ივანიშვილის სპეცსამსახურები ამ ქვეყანაში ყველაფერს აკონტროლებენ და ყველას უსმენენ. მაინტერესებს იმ ხალხის სახეები, რომლებსაც ხოდა დავალებული ჩემზე თვალთვალი და რომელსაც უნდა გაეკონტროლებინა ჩემი გადაადგილება. აქამდე იყო ათობით ვერსია, მაგრამ დღეს შაბათის ეთერის გუნდი გიყვებათ მხოლოდ ფაქტებს ოლიგარქის მძევალზე, რომელსაც 11 წლით ციხეში ჩასასმელად ამზადებდნენ და შოუს თავისუფლებაზე აღმოჩნდა. ჩვენ გვიჩვენიათ მარად ვიცხოვროთ, ის რომ არავინ არ შევაწუხოთ და ჩვენც რომ არავინ შევაწუხოთ. პირადი ეჭვების გამო, რომ სახლის მშენებლობა უფრო ძვირი დაუჯინეს, ვიდრე ელოდებოდა, ბიძინა ივანიშვილმა ციხეში მისი ახლო ნათესავი გაუშვა. რაზე დაიჭირეს? დღეს 8 საათზე ვხვებით ბიძინა ივანიშვილის და ვანო მერაბიშვილის ახლო კავშირებზე. ვანო მერაბიშვილი დაახლოებული პირი იყო ბიძინა ივანიშვილი და დააჭერნა საკუთარი სიძე. აქ ნახეთ დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ სანდრო გირგულიანის მკვლელობის შემდეგ მთელი საქართველო რომ მერაბიშვილის გადადგომას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრთან ისევ მჭიდრო კავშირს ინარჩუნებდა და მისი ნათესავების დაჭერას თხოვდა. როცა გავიზარდე, არ მინდოდა თქმა უბრალოდ ნერვების მოშლა. მოგეშლებოდათ ნერვები, ვიძა თქვენზე რა თქმა უნდა რომ გაიგებდით უფრო მეტ დეტალებს. ახლა სპეცკომისია ოლიგარქის დავალებით წინა ხელისუფლების საქმიანობებს იძიებს. ვნახოთ, გაბედავენ თუ არა, დასვან კითხვა, თავად ივანიშვილს რა არაფორმალური გავლენები ჰქონდა იმ ხელისუფლებაზე და შემთხვევით ხომ არ აკავებდნენ ხალხს ივანიშვილის ერთი სატელეფონო ზარით. კომისიამ უნდა შეისწავლოს თუ არა ივანიშვილისა და წინა ხელისუფლების კავშირები. უცნობი ივანიშვილის პორტრეტი 8 საათზე. საკუთარი სიძის დაჭერა თხოვა მან ვანო მერაბიშვილს. კაცი, რომელსაც მუდმივად ეჭვი აქვს, რომ ფულს პარავენ. სჯერა ყველას მიტანილი ამბის და მზად არის მიტანილი ამბებით ადამიანები ციხეში გაამწესოს. მამა თქვენს ისე შეეძლო ფული აიღო ბიძინა ივანიშვილის? მამა ჩემი იყო ყველაზე პატიოსანი ადამიანი. დღეს ამ ეთერში პირველად ყვებით ოლიგარქის წყნეთის რეზიდენციის მშენებლობის გამო როგორ ჩასვეს ციხეში ეკატერინე ხვედელიძის დისკმარი. ქვის როგორ შეიძლება უჩილო? არ უჩილა. არ უჩილო? იკირა. პირდაპირ დაიჭირა? კაცი, რომელსაც ჯოჯოხეთი გაატარეს და საბოლოოდ უდანაშაულო აღმოჩნდა. მე ეგეთ ფილოსოფიით ვთქვი, ნაკლები იცი, უფრო თმარად ვთქვი. ფალიაშვილის 48-ში, ფალიაშვილის 43-ში, ბაკურიანის ბინები მათ შორის. არ უნდა მქონდეს? როგორ მდიდრდება კაცი, რომლის მთავარი საქმეც პოლიციელების ჩადენილი დანაშაულის გამოძიება უნდა იყოს. მე კითხვას გისვამ, პენსიონერი მამის და დედის სახელზე რატომ ახლო ნათესავებში დედა და მამა არ ითვლება. პოსტზე ყოფნის დროს გამდიდრებული შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის შეფი პირველად პირდაპირ კითხვების პირისპირ. ბოლოს ვინ დასაჯეთ პოლიციელი? გახსოვთ? როგორ ბოლოს პოლიციელი უნდა დავსაჯეთ? როდესაც პოლიციას და სპეცრაზმის ყველა ზღვარს ცდება, სამართალდამცველის ნაცვლად სამართალდამრღვევი ხდება. როდესაც ქუჩაში გულწრფელი პროტესტით გამოსულ ხალხს პოლიცია აგინებს, ამცირებს და პროტესტის მონაწილე ქალებს მეძავებს ეძახის. ეს საქმეები გენერალური ინსპექციის გამოსაძიებელია. ხარებამ რომ წიხლი დაარტყა დაკავებულს, ეს არ იყო თქვენი გასაკვლევი?
მაგაზე ხა მე ვერ გიპასუხებ კონკრეტულად ხარებას ახან ეხება მაგითო დღეს ამ ეთერში ნახეთ რის სანაცვლოდ ხუჭავს თვალს დანაშაულზე გენინსპექციის შეფი. აპოლიტიკურები ვარ სრულიად. მიშა სკანდირებდით მაშინ სვეტიცხოველთან. ერთ დროს სახელი ვანო მერაბიშვილის პოლიციაში მიშას ზახილით გაითქვა. ახლა კი გომელაურის რჩეულად იქცა და ათასობით პოლიციელის კონტროლი ჩააბარეს. ძალიან ბევრი ძალოვანი რომელიც წინა ხელისუფლების დროს მუშაობდა აღარ მუშაობს. პრობლემა არის, ეს ჩემი პრობლემა ხო ხოდა თქვენ როგორ მოახერხეთ ეს ბატონგიო? 8 საათზე ნახეთ რის სანაცვლოდ იდება გარიგებების სისტემაში. ხა მე არ მინდა რომ ფასკას მაგაზე. როდესაც ხალხს აქვს კითხვები, რატომ არავინ იძიებს პოლიციელების დანაშაულს? 8 საათზე ჩართე და ნახე რა ხდება სისტემაში შიგნით. დედის ერთავა და რა ვიცი, აბა დედა ჩემს და მამა ჩემს კონერებს ჩემია. დღევანდელი გადაცემა არ უნდა გამოტოვოთ. ყოველ შაბათს საღამოს 8 საათზე ამ სტუდიიდან ჩვენ გიყვებით ამბებს, რომლებსაც სხვები მერე მოგიყვებიან.